გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჯო ვილსონის სიტყვა. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არ დაშინდება. დიახ, ჯო ვილსონი ეს გულანთებული ამერიკელი ადამიანი სულ ჩვენზე ფიქრობს, მეგობრებო, და მე მშვიდად მძინავს, ვიცი რომ ჯო ვილსონი ფხიზლადაა და საქართველოზე ზრუნავს. ის მართალია, ქართველი ხალხი არ დაშინდება, რადგან დასაშინებელი არაფერი აქვს ქართველ ხალხს. უკვე არაფერი აქვს, ასე მგონია მე. როგორც კი სხვადასხვა ბაიდენ, შმაიდენ, მილერ, ბლინკენ, სალივანები პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდნენ, გამოგიტყდებით, გაცილებით უფრო მსუბუქად დავიწყეს სუნთქვა და ხვალინდელი დღის იმედი და რწმენა კვლავ დამიბრუნდა. პირველად ეს მოხდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მერმე. როდესაც შედეგები დაიდო და როდესაც სააკაშვილის შეშლილი სახე დავინახე ტელევიზორში, მაშინ დიდი ხნის შემდეგ პირველად ამოვისუნთქე და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მანამდე სულ განამული ვიყავი. დიახ, არ ვაზვიადებ. მახსოვს 2011 წელი და სრული ნიჰილიზმი ქვეყანაში. ხელი მქონდა ჩაქნეული მომავალზე. ჩემს არა, ქვეყნის მომავალზე. მეგონა რომ არ არსებობდა სამყაროში ძალა, რომელიც ნაცებს საჭეს გამოგლეჯდა ხელიდან. ამასთანავე შევიკრიბეთ ჩემი თაობის ხალხი და ვიხსენებდით იმ 2011 წელს. ნიჰილიზმი და კიდევ ერთხელ ნიჰილიზმი. არაფერი მოასწავებდა, რომ ვინმე ან რამე შეცვლიდა სააკაშვილს, რომელმან კონსტიტუცია დაჭრა, ნაჭრები ჰაერში აყარა და მერე როგორც მოეპრიანა, ისე შეკერა. როგორ იმზადებდა ის პრემიერ-მინისტრის სავარძელს, სამუდამოდ იმზადებდა და როგორ ვიყავით ამას შეგუებულნი, ამას ვიხსენებდით. მერე ისიც გავიხსენეთ, როგორ მიჩუმათებულნი იყვნენ ნაცები 2012 წლის ოქტომბრის მერმე და როგორ ელოდებოდნენ რეპრესიებს. რეპრესიები არ მოხდა, რაზეც გული მწყდება ძალიან. მე კი ვოცნებობდი, რომ უნაცო ქვეყანაში ვიცხოვრებდი და მე ნელ-ნელა ნაცებმა როგორ დაიწყეს თავის წამოყოფა. მიხვდნენ, რომ არაფერი საფრთხე არ ემუქრებათ და ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სხვათა შორის გამახსენდა, რომ სსრგ დაშლის მერე, მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, შევესწარი, როგორ იღებდნენ ძერჟინსკის მოედნიდან ძერჟინსკის ძეგლს და როგორ იყო მთელი კგბ გასუსული. დიახ, ისინიც ისხდნენ თავიანთ კაბინეტებში, ალბათ ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორ მიათრევდნენ კისერზე თოკმობმულ ძერჟინსკის მისივე სახელობის მოედნიდან და ელოდებოდნენ რეპრესიებს. იქაც არ მოხდა რეპრესიები, იქაც არ გასამართლდა კომუნისტური პარტია და საკმაოდ მალე კგბ-მ ისევ წამოყო თავი და დღეს კი იცით, რომ კგბ, ახლანდელი ფსბ მართავს რუსეთს. ისევე როგორც მართავდა სსრგ-ს დროს, მაგრამ ჩვენ ნაცების დაბრუნებას არ დავუშვებთ. რამდენიც არ უნდა იხტუნოს ჯო ვილსონმა, ნაცები არ მობრუნდებიან, მეგობრებო. იმიტომ არ მობრუნდებიან, რომ ჩვენ ჯერჯერობით სუიციდალური განწყობა არ გვაქვს. ჩვენ ცხოვრება და ქვეყნის განვითარება გსურს და ნაცების მობრუნება კი იქნება კატასტროფა, სრული კატასტროფა. ეთყობა ჩვენ მართლა ვესიმპათიურებით ვიღაცას ზემოთ. ფარველი ანგელოზი ყავს კარგი და შრომისუნარიანი. არზის უსაქმოდ და როგორც შეუძლია გვეხმარება. არ გაგეცინოთ და ჩემი მოგრძალებული აზრით აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევა ესეც სვებედნიერი მოვლენაა. ჩვენთვის სასარგებლო, ასე მგონია მე. ხომ წარმოგიდგენია ტრამპის მაგივრად ის ლამაზი მოცეკვავე ქალი კამალა ჰარისი რომ მოსულიყო. სინამდვილეში კამალა ჰარისი კი მოვიდოდა, მაგრამ ქვეყანას უხელმძღვანელებდნენ ის შაობნელი ძალები, მილერები, სალივანები, ბლინკენები და ასე შემდეგ. გარწმუნებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო გაგვიჭირდებოდა ჩვენი სუვერენიტეტისა და სიმართლის დაცვა. გადარჩენილები ვართ ფაქტობრივად.
ვიღაცამ თქვა ეს ჯო ვილსონი თურმე ძალიან უტრიალებდა ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას. ასე ვთქვათ, ეტენებოდა როგორც ლობისტი და როცა ვერაფერს გახდა, ჩვენმა როგორ თქვა ეს რბილად გაუშვეს რუსული კარაბლის მიმართულებით, მერე კეზერაშვილს ჩაეხუტა. კეზერაშვილი მოეფერა შუბლზე ამბორა, დაიწყო მისი საზრდოობა და ამიტომაც დახტის ასე მარდათ ეს ჩვენი დაუძინებელი ედისონ გრეივს ჯო ვილსონ უფროსი. დიახ, ჯო ვილსონ უფროსი ყოფილა ოფიციალური დოკუმენტებით. ესე იგი გამოდის, რომ ჯო ვილსონ უმცროსიც არსებობს, როგორც სანიკიძე უფროსი და სანიკიძე უმცროსი, საკითხავი ესაა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.